vais perder encontrar. Lambando estarei ao lembrar desse amor. Por dia, instante foi rei. Ai, ai, ai. Dançando lambada. Bravo! Andrea და სალომე SMS ნომრით 95-333. Აი აი აი! განწყობაზე დაგვაყენეს მომიახლოვდით. მოდი ანდრია ჩემთან მოდი და მოვისმინო ჯიურის შეფასებას ნამდვილად ვერ აცდები. სალომე, ნუ როგორც ყოველთვის არ ვიცი უკვე რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო. თქვენგან დავიწყოთ შეფასება. ანდრია გენაცვალე ძალიან კარგი იყო, ძალიან სწორი იყო ყველაფერი ალბათ. მაგრამ დღეს რაღაც გაბოროტებული ვარ ეთყობა და არაფერი ისეთი ოდნავი მე მგონია რომ ცოტა რაინდობამ შეგიშალა ხელი, ცოტა ისეთი იყავი რაინდი ქართველი და ეს არის მექსიკელი კინტოს ცეკვა. ესეთი ცოტა უფრო თავხედი და ცოტა თავდაჯერებული. განსაკუთრებით აი ორ გოგოსთან ვიყავ ძალიან რაღაც ისეთი იყავი. ეს მექსიკაში ქართველი ტურისტი ჩასული. მაშინ ყველაფერი გასაგებია. ხო, გავაკდა ყველაფერი. კალბატონო ნინო. ანდრია და სალომე ძალიან ლამაზი წვილი ხართ. და საკმაოდ რთული იყო ალბათ ანდრიასთვის სრულიად ფეხშოვმა იცეკვა ჯერ ეს ერთი და თან ესეთი ქალღმერთი ყავდა გვერდით რომელიც საოცრად ასრულებდა თავის როლს. მე როგორც მუსიკოსი პირველ რიგში უბრალოდ ერთ მომენტს გეტყვით რომ ამოვარნილები ვიყავით რიტმიდან. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამ ცეკვაში, თუმცა ხასიათიც იყო, ძალიან კარგები ხართ. უბრალოდ აი ეს ცოტა მომხდა თვალში. სხვა მხრივ გივასწავთ. დიდი მადლობა. ანდრიაზე გვეტყვის შეფასებას ქალბატონი ნინო. ну საერთოდ ლამბადა ესეთი მხიარული ცეკვა და როგორც ამბობენ სტრესს ხსნის როგორც მოცეკვავეებისთვის ასევე მაყურებლებისთვისაც ნამდვილად ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო მეც არ ვთქვი რამ დამცალა მეთქი იყო ესე ну ითვლება ცოტა ეროტულ ცეკვად ლამბადა და ესეთი ვნებიანი შესრულება უხდება ცოტა ამ ცეკვას სალომე იყო არაჩვეულებრივი და ნამდვილად ეხა ამას არაფერი არ განსაკუთრებული არაფერი არ ვთქვი იმიტომ რომ ყოველთვის ლამაზი და კარგი ხარ და რაც შეეხება ანდრიას ну მეტი მინდოდა რომ ეცეკვა იმიტომ რომ ძალიან ისეთი ხო ცოტა დამაკლდა ანდრიას ცეკვა ცოტა მაგრამ მთლიანობაში იყო ძალიან კარგი ნომერი იმიტომ რომ რაღაც ხასიათში იყო და მართლა სიამოვნებით გიყურებდით ცოტა დაგწხა კიდევაც ყველას დიდი მადლობა გოჩა დაგვაკლდეს აუცილებლად SMS-ები გამოუგზავნე მაყურებელო გოჩამ okay lambada Andrea, you know what? Yeah, come on. როგორ გითხრა იცი? ძალიან უფრო intense როგორ არის და უფრო sexual უნდა ყოფილიყო. I mean, intensively და sexual უნდა ყოფილიყო. ან ერთი თარჯიმანი დავაჯინოთ აქ. ან მომკალით და დამასვენეთ, okay? ან მე მომიხერხეთ რამე. Alright, რა არის ახლა უყურე ანდრია ხება. I mean, იგივე პრობლემები ისე მეორდება, რაც პრობლემა როგორ, აი უნდა იმუშაო, შენ მართლა მაგაზე უნდა იმუშაო, რომ შენ ხარ მსახიობი, right? Theater. ამიტომ შეხვიდე ხასიათში და შეასრულო. ეს არის ძალიან სხვათა შორის რაინდობა არაფერ შუაში არ არის აქ. I mean, yeah, ლათინამერიკული კაცები არიან ძალიან masculine, ძალიან მამაკაცურები. Yes, მიუხედავად იმისა, თეზოებს. ამიტომ ინო ცოტა რაინდები სხვა შოუებში არიან. No, არ გინახია თქვენ ალბათ სწორედ. You know, მაგრამ რა მინდა ახლა ამის სალომემ კი აიწყვი და ყველაფერი დაანგრია, მაგრამ შენ ცოტა უნდა მეტი გეცეკვა, ამიტომ რომ არ არის რთული ცეკვა, ეს არის character, ეს არის ხასიათის ცეკვა. და ხასიათში, მუსიკიდან ამოვარდი, მე ლამბადიდან რომ ამოვარდი, მუსიკიდან ეს არ არის კარგი, იმიტომ რომ come on, simple, ძალიან მარტივია. გშველით ის რომ ლამაზი წვილი ხართ. All right, ერთად. და მარტო გოჩ. Come on, ჩემნაირი ულამაზოები რო იყდა, ეგრე იცოდო და ორიანს დაგიწერდათ ვინმე. Give me a break.
ამიტომ მე ცოტა უფრო მეტი მუშაობა, ოკეი? ცოტა I was okay. მეტი მუშაობა, მეტი SMS-ი, მეტი აპლოდისმენტები და მეტი მოლოდინი ვილა რეზიდენსის ოთახში. აბა რა ხდება მანიკა? და ველოდებით და მე დარბას ვთხოვ, რომ კიდევ და კიდევ ხურვალეტაშიც გავამხნეოთ ეს წვილი, მიუხედავად იმისა, რომ ჟიურისგან ისეთი კარგი შეფასება ვერ მიიღო ამ წყვილმა, როგორც წინა გამომსვლელებმა, მე დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივარი 10 მაგათ დაუჭერს მათ მხარს, რომ არ დატოვონ პროექტი, მით უმეტეს, რომ თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ახლა ვნახოთ ჟიურის შეფასება ქულებით და შემდეგ უკვე შენს კომენტარს დავალდებით. ლევან წულაძე. 9. ნინო სურგულაძე. 8. ნინო სუხიშვილი. 8. და გოჩა ჩერტკოევი. pushing it 8. 1, 9 და 3 რვიანი. არ არის ძალიან სახარბიელო შეფასება, თუმცა არ აუშვებს წინ კიდევ მეორე ცეკვა გაქვთ, ასე რომ ყველაფრის გამოსწორება შეგიძლიათ, შენ თუ ხარ თავად კმაყოფილი შენი შესრულებით. ნუ როგორ გითხრა, მართალია ალბათ იმდენი დრო არ მქონდა, მეც ბოლომდე ვერ გავითავისე ეს ცეკვა, თუმცა ხო მეორე ცეკვა წინ არის. დიდი მადლობა ჟიურის ამ შეფასებებისთვის და სალომეს სალომე, არაჩვეულებრივი იყავი, კიდევ დავამატებ ჩემს სიტყვასაც და რაღაცის თქმა გინდოდა. დიდი მადლობა და დავამატებ იმას, რომ მე მინდა რომ ეს ცეკვა მიუძღვნა როსტას, რომელთანაც პირველად ვიცეკვა ეს ცეკვა და მინდა უთხრა და მჯერა რომ ყველაფერი მაგრად იქნება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, მე წარმატებას გისურვებთ. ყველაფერი წინ გაქვთ, შეგიძლია მოემზადოთ მომდევნო ცეკვისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ